მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მართალია დღეს სამშაბათი არ არის, მაგრამ დღეს მომინდა აბუნ ციციაშვილის ჩაწერა, რადგანაც გუში ვერ ჩავწერე. მეგობრებო, 4-ში გვაქვს ძალიან დიდი აქცია და ვიცით ამის შესახებ, აქცია მსვლელობა მიმართვა ამერიკის მთავრობისადმი და ეხლა რას ვითხოვთ და რატო ვითხოვთ, მინდა რომ დღევანდელ აბუნში განვიხილო. აქ შეიძლება და ყოფილიყო შენი ყავის რეკლამა, მაგრამ წუწკი ხარ და ფულს არ იხდი. კარგით გავაგრძელეთ. ეხლა ნახეთ. მეგობარი აქტი ეს არის ორპარტიული აქტი, რომელიც რამოდენიმე წლის წინ ჯერ კიდე ბაიდენის დროს შემოვიდა კონგრესში და იყო ამის განხილვები, მაგრამ ისე რა, ჰაერში, მაგრამ მას მერე რაც ჩვენი ტრამპი მოვიდა ამერიკის სათავეში, კონგრესმენ ჯო ვილსონის თანადგომით და ჯინ შაჰინის თანადგომით და გაძლიერებით მეგობარი აქტი მიიღეს და დარჩა ეხლა, ესე ეძახიან ზედა პალატა, სენატი. რთული უკვე გავლილი აქვს. ეხლა რაშია საქმე? თუ ამერიკამ მიიღო მეგობარი აქტი, რომელიც ამერიკამ სულ ეხლა ხალხს გადააკეთა და მისი სახელწოდება გახდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის გავლენების შეჩერება საქართველოში. ირანი მოჭიმული ყავს, ჩინეთი მოჭიმული ყავს, ვინ დარჩა? რუსეთი, ყოჩაღ და ხალხო ჩვენ რომ ვიღაც გითხრით, მე რით ვერ მიიღეს რა? რას ნიშნავს რით ვერ მიიღეს? სთხოვე რომ მიიღონ. ამერიკა ძალით აცვლის რეჟიმებს. ხედავთ დარჩა ირანში რეჟიმი, მხოლოდ ბირთვული პროგრამა გაანადგურა. ესე არ არის. ამერიკა გეუბნება, მე დემოკრატიული ქვეყანა ვარ, მანახე რომ შენ გინდა ჩემი დახმარება. მაგრამ არავინ არ ყვირის აქ. არც ოპოზიცია. რომ მეგობარი აქტი დააჩქარეთ და თუ რატო არ ყვირის, ეხლა ყველაფერს დაგილაგებთ მარტივი და გასაგები ენით, როგორც იას სჩვევია. იმ წუთასვე, როდესაც მეგობარი აქტი იქნება მიღებული, ეს რეჟიმი იმავე დღიდან მოექცევა საერთაშორისო იზოლაციის ქვეშ. და ყველა ვინც ამ რეჟიმს ემსახურება, დაწყებული პოლიციელები და ტროლებით, დაამთავრებული მთავრობით და მოსამართლეებით და ასე შემდეგ, ყველა დასანქცირდება. კაი, ტროლებზე ვიხუმრე, ტროლებს ისედაც მომეტყებათ. მე მწუხ სიტყვის თქმა, იმიტომ რომ ამერიკაში უყურებენ ჩემ ვიდეოს. მეგობრებო, ასევე დასანქცირდება ის მოსყიდული ოპოზიცია და ჩვენ ვიცით რომ ეგეთები არის, რომელიც კულისებში თანამშრომლობდა რეჟიმთან და ყველა გახდება ლუსტრაცია, ყველაფერს გავიგებთ. მოსყიდული ოპოზიცია გახდება პოლიტიკურად ტოქსიური და ის ვეღარ მიიღებს პოლიტიკურ მოვლენებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. რეჟიმის ჩამოშლის მერე საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით და საერთაშორისო დახმარებით ევროპა-ამერიკა შეიქმნება დროებითი ტექნოკრატიული და გარდამავალი მთავრობა, ძალა დაუბრუნდება ხალხს, მეგობრებო. შენგენი დარში დავდარში, შენგენი სუსიან დამთარში, რადამ ჩვენ დავანახებთ ამერიკას, რომ ჩვენ ბევრი ვართ, რომ ჩვენ გვინდა თავისუფალ, ლამაზ, ლაღ საქართველოში ცხოვრება, ჩვენ ამას ვიმსახურებთ. და ეს აუცილებლად მოხდება. აი ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თქვენ 4-ში მოხვიდეთ აუცილებლად და დადგეთ ყველანი იქ, რომ ვანახოთ ამერიკას, რომ ჩვენ ბევრი ვართ. გარდა იმისა, რომ მე ვიდეო კლიპს ვიღებ და ეს კლიპი მე იქ დატრიალდება და ასე შემდეგ. ხალხო, სულ ცოტაღა დავრჩა. თქვენი აბონი ზრუნავს თქვენზე. ხოდაც მე პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებ, ეს იცოდეთ. მე უბრალოდ მაქვს აი ზემოდან ესეთი რაღაცნაირი მისია, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო. მე არ მეშინია და ვიცი რომ არც თქვენ არ გეშინიათ.
აბა ჰე 4-ში შევხვდებით ერთმანეთს. ამერიკის გავლენის პირობებში უკვე ვერც ერთი ფარული გარიგება ვეღარ მოხდება, ყველაფერი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და ხალხი აირჩევს არჩევნებით თავის რჩეულს, ვინც იქნება მათი ლიდერი და ხალხი ყველა ძალაუფლება გადავა ხალხის ხელში, მეგობრებო. აი ამიტომ არის რომ ოპოზიცია არ ყვირის მეგობარი აქტის შესახებ. რაში აწყობს? აწყობს ჩუ, მაგრამ აი არ გამოვა, იმიტომ რომ ამერიკას საქართველო ჭირდება როგორც სტრატეგიული პარტნიორი. და ჩვენი ჩაჯმული ოპოზიცია, რომელიც სულ ანძღავდა ტრამპს, ეხლა ხმას ვერ იღებს. არ აწყობთ მეგობარი აქტის მიღება, მაგრამ აი ხალხს უნდა და ხალხი მიაღებინებს ამერიკას საბოლოოდ მეგობარ აქტს, იმიტომ რომ კი, მაგრამ როგორ არის მოსყიდული ოპოზიცია ციხეში ჩასვა ყველაო? იცი რას გეტყვი? მე რო შენ ფულს გადაგიხდი, დიდ ფულს და გეტყვი, ხანდახან მჭირდება ციხეში რო ეგდო ცოტა ხანი. ინჭავს მაგას.